თუ იყავით ბატონო გოჩა რომ საქართველოში გარდა ტელეკომპანია კავკასიისა საერთოდ თავისუფალი ტელეკომპანიები რომ არ არსებობს. ერთად ვაბადეთ რა ქალბატონო, მე ამიტომ არაფერს ვაჩვენ არა. კანონი ეკუთვნის ყველა სუბიექტს არჩევნებს. რომელ კანონზე ლაპარაკობთ ამ ხელისუფლებას? ყველა კანონი ხო დასამარებული. არა, მართლა უცნაურია. საინტერესოა, ქალბატონო, აჭარის არჩევნები, აჭარის ავტონომიური ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები და აჭარის ტელევიზიის დეპუტატები აკრძალულია. საზოგადოებამ მაინც უნდა მოაწყოს დებატები. უკანონობა ეს რა უკანონობა ბატონო და ყველაფერში ბატონო გოჩა თქვენთან მაქვს თქვენ შემოგევლე ერთი შეკითხვა. აკა წარმოგვიდგინეს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელმაც წარმოადგინა უკვე ახალი მთავრობის შემადგენლობა. და იუსტიციის მინისტრის კანდიდატურა, აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ თავდაცვის მინისტრად ისევ კეზერაშვილი დატოვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ისევ მერაბიშვილი დატოვა, რომ ერთაკისერზე არაერთი და დანაშაულია და თუ არის იუსტიციის ministrat და გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წამოაყენა ადონშვილი, ეწოდებული რუხი კარდინალი. აი თქვენი კომენტარი მაინტერესებს ამაზე. საერთოდ ჩვენი ქვეყანა. მადლობ ხარდაჭერისთვის და მადლობ შეკითხვისთვისაც. საკმაოდ გახლავთ რომ ჩვენ ახალ სახეებს ვეძებთ და პლუს ამასაც ცნობად სახეებს. ცნობადობა დღეს გამომდინარეობს და გამოდის იქიდან, თუ რამდენჯერ გამოჩნდა ვინმე ტელევიზიით, ანუ დღეს ბოდიში მოვხდი ბატონ დალითან ამ შემთხვევაში მე გულისხმობ იმ ჟურნალისტებს, ვინც უბრალოდ ტექსტებს და ისინი ძალიან კარგი პროფესიონალები არიან, მაგრამ კითხულობენ, ისინი ძალიან ხშირად ჩანან ტელეეთერში. სრულად როგორც ნახეთ, საზოგადოებამ ამ ცნობადობით და ცნობადობის ამ ხარისხით და ამ ფორმით დაადგინა მათი პროფესიონალიზმი და პოლიტიკაში გარკვეულობა და ისინი აირჩია ეს ერთი. ვშიშობ რომ ანალოგიური რაღაცა კიდევ შეიძლება გამეორდეს და მეორე. ჩვენ ახალ სახეს და ცნობად სახეს გამონავიძებით საბატონ ჩვენ და ვეძებდეთ ახალ გონებს, ახალ გონს, ანუ ახალ აზროვნებას, ახალ მიდგომას და ასე შემდეგ. ეს სახე რაღაც ფეისი, ახლა ფეისი კი არა მომენტ ფეისი, ახლა ის ფულ სკვალ ჩვენ ქართულ ენაში ხომ ხდება რაც შეეხება აი ახალი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის დანიშნვა. არაფერი არ არის, ეს არის თვალის ახვევა, ისევ და ისევ ნაცრის შეღრა თვალებში, უბრალოდ ჩვენ თვალები უკვე ნაცარს რომ ვერ იტანს, ამას ვერ გრძნობენ და ვერ ხვდებიან რაღაც უფრო მწარე ჭირდება ჩვენს თვალს ალბათ, იმით, მაგრამ ვერ მოხერხდა, არ კეთდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დაფარვა, ცდელობა მიჩქმალისა, იმ პოლიტიკისა, რომელსაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს დღეს საქართველოში და რა თქმა უნდა არა მხოლოდ თავისი გონითა და თავისი აზროვნებით ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მოთხოვს იგი უბედურების მომტანი არის, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იგი უბედურების მომტანი არის რეგიონისთვისაც და არის მიჩქმალის ერთ-ერთი ხერხი გახსოვთ ის რომ არის ახალი პრემიერ-მინისტრი მოიყვანოს. პოლიტიკა არ იცვლება ქვეყანაში. უბედურება ის გახლავთ რომ არაადეკვატურები არიან ამ ყველაფერთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ხელისუფლება არის არაადეკვატური ამ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ. არაადეკვატური გახლავთ სამწუხაროდ ოპოზიცია. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე საუბრობ, რა თქმა უნდა, და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ძალიან დიდი უმრავლესობა არის ოპოზიციას წოდებულ წარმომადგენლობაში. სამწუხაროდ არაადეკვატური არის საზოგადოებაც. იცით რატომ? იმიტომ რომ ვერ ხედავთ ერთ რამეს, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ახლოვდება 7 ნოემბერი, მე ალბათ ბატონ დავითი ამ შეკითხვას დეპუტატები არ მასალა ამ კალბატონს. შეიძლება უნდა დაგესვა. ამაზე გადავიდეთ. ქართული პოლიტიკა 7 ნოემბერზე რა შეფასებას აკეთებს? 2007 ნოემბერში. გენერალური იურისტებითაც როგორ აი რა იურიდიული მოსამართლებელი შეფასება შეიძლება მიეცეს. თავდაპირველად აი ეს რასაპირებს პერიპატია შეგნა. თავდაპირველად 7 ნოემბერს რა შეფასება მიეცა ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მე გახდა. ესე იგი შემდგომში 7 ნოემბერი ეთყობა რაღაც სიმბოლური არის და გახდა ქვეყანაში.
პირველი 7 ნოემბერი იყო ძალის დემონსტრირება, ეს 7 ნოემბერი 2007 ძალის დემონსტრირება იყო. სამართლებრივი შეფასება მეეცემა. სამართლებრივად რა, სამართლებრივად უნდა შევაფასო. არაფერი დიქტატურის შედეგია, მე არაფერი. შედეგია ესა, ეს ვერ იქნება მიზეზი, ეს არის შედეგი და მიზეზებზე ჩვენ ნაწილობრივ მაინც საუბრობთ, რაც შეეხება ამ 7 ნოემბერს. მე მგონია რომ ჩვენ 7 ნოემბერი ყოველ დღე გვაქვს, უბრალოდ ჩვენ ჩვევია ხოლმე რაღაც დღეების არჩევა და კარგია რომ ავარჩიეთ 7 ნოემბერი და ამ 7 ნოემბერს პასუხი გაეცემა, როგორც მინიმუმ ალბათ პასუხი გაეცემა იმას იმ გასწორდასაც რბილად რომ ვთქვათ რაც ქვეყანაში ხდება, იმ განაშაულებრივ ხედებებს რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ მე შეკითხვას ვსვამ, ბატონო ოპოზიციის წარმომადგენლებო, მე იქ ვარ ყველა შემთხვევაში. მე იქ ვარ, სადაც ნამდვილად ვიცი რომ 10, 20, 30, 50, 100,000 ადამიანი ჩემს თავს მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მეც მასშტაბით შეწუხებული ვარ და პროტესტ გამოვხატავ. 5-ია ეს 5 ადამიანი იქნება, რა თქმა უნდა მათთან ერთად უნდა ვიყო, იმიტომ რომ ესე იგი მათ გადაწყვიტეს სახი აზრის გამარჯვება, რომ უნდა გაიმარჯვოს აღმავლობა, მაგრამ თქვენთან ამას რა თუ მართალია, რაც გინდათ და რაში მჭირდება ბატონობა ურთიერთობა მოღაიდებებთან, ბურჯანაძეებთან და ამ ყაიდის, და ამ კატეგორიის პოლიტიკოსებთან. რაში გჭირდებათ თუ თქვენ პოლიტიკური ოპოზიცია ხართ, თქვენ პოლიტიკურად და კონცეპტუალურად განსხვავებით ამ ხელისუფლებისაგან. წესი თქვენეთ არ უნდა გჭირდებოდეს. გარდა ამისა, სად იყო ეს ოპოზიცია, რომელმაც ყველა შემთხვევაში 7 ნოემბერი უნდა ჩაატაროს, მე მაშინ ხომ არ დარწმუნებული. ყველა შემთხვევაში ოპოზიცია კიდევ ერთხელ ვამბობ, ისე რომ დაალაკნიოთ თქვენი შესაძლებლობები. თქვენ კი არა, ქართული ხალხი ატარებს მადლობა ღმერთს, თქვენ უნდა უთხრათ მადლობა, თუ თქვენ მოგეცემათ საშუალება იმისა, რომ ეს ამ ყველაფერმა ისე ჩაიაროს, როგორც უნდა ჩაიაროს და ისე დამთავრდეს, როგორც უნდა დამთავრდეს. განვამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, საბოლოოდ უკანასკნელი, აი გედის სიმღერა უნდა იყოს, ალბათ გედის სიმღერასაც 7 ნოემბერი იქ ხელისუფლების შეცვლადია საუბარი. რა თქმა უნდა არჩევნების დანიშნვის გზით და შემდეგ ხო ხედავთ როგორი შეშინებულები ვართ, რომ სიტყვა რაღაც არ ამოხსეს ისეთი რომ ხვალდაზე რაღაცა გადატრიალებს, მაგრამ ეს სიტყვა თუ შეიძლება რატომ და ეს მიმართო ყველასთვის არის აუცილებელი. მე მემორანდუმი მაქვს რომელსაც კი არის მიმართულებით შენახული უბრალოდ ისტორიასაც შენახული, სადაც ხელია მოწერილი იმ პოლიტიკაზე და ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ხელი მოაწერა ხელისუფლებამ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა ხელი. და დღეს ყოველ 1 თვეში, ყოველ 4 თვეში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მოგცემ და კარგად შემოგხედავ ჩვენ ნატო თუ არა, ან თუნდაც შემოგხედავ რუსეთი თუ არა, ან კარგად შემოგხედავ ევროკავშირი. სადაც იმ პოლიტიკას მოაწერეთ ხელი, რასაც რომელმა პოლიტიკას დაუწყო. ეხლა შეადაბუდოთ, ჩვენ ვიჯებით თურმე საგარეო პოლიტიკის გამო გზის თურმე რუსეთს. შეიცვალა ფონი, შეიცვალა სიტუაცია, პიროვნებები შეიცვალა, ეხლა მე ხოდა აბრალებს ოპოზიციას, მაგრამ არ ვაბრალებ ოპოზიციას სუბიექტები არიან და ახლია ჩემო ახლაც ამ შემთხვევაში, როდესაც ელეეთერი დებატები და ასე მე ვიცი ოპოზიციის მდგომარეობა, ჯერ ერთი ვამბობ რომ ოპოზიციის უმრავლესობა და დიდი წარმომადგენლობები არიან ოპოზიციაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად ჭეშმარიტი ოპოზიცია არსებობს, რომელიც სხვაგვარად აზროვნებს, ანუ არიან რეალურად ოპოზიციები. იმედი მაქვს რომ ხალხი პოლოზარი იყოს და მოკლე პასუხი გავცეთ. გისმენ დიახ ეთერში ხარ. დიახ. გისმენ. აი დროს ლაგარ, ორი წუთი დაგვშევსო. თქვენ გქრიტი, ანუ გავდა, რომ თქვენ გქრიტი, რომ 5 კაცი თუ მოვა ნოემბრის 7 ნოემბერს, მე ხსენ მე იქნები, ანუ ალბათ ბადოჯიბერი მე შვიდე იქნება. იმაშია რომ 7 ნოემბერს უნდა მოვიდეს 10,000-ობით ადამიანი. იმაშია რომ 7 ნოემბერი უნდა იყოს დღე ქართული 21 საუკუნისეული ეროვნული მოძრაობის ხელახლა გამოგვიძებისა და გაღვივებისა. იმაშია რომ 7 ნოემბერს ყოველი ქართველი, ვისაც მართლაც არ არის საქართველოს თვალინდელი დღე, უნდა იყოს მთავრობის ეგრეთ წოდებულ მთავრობის სასახლესთან, ანუ პარლამენტის შენობის წინ
და მიმაჩნია რომ პრინციპულობა, განსაკუთრებული პრინციპულობა უნდა გამოვიჩინოთ იმ ადამიანებმა, ვინც რატომღაც თუ როგორც არის ვიჩენებთ იმას, რომ ჩვენ პოლიტიკაში გარკვეული ადამიანები ვართ და ვინც ვამბობთ იმას, რომ ერის ტკივილი, გვინდა რომ ჩვენ ტკივილი იყოსო. და ერთ შემთხვევაში არ მინდა ვნახო, რომ აქ მოტივი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მერკანტილური მიდგომები. 7 ნოემბერს ოპოზიცია